ნამდვილად გშია? თუ დაღლილი ხარ? დღის ბოლოს სახში ბრუნდები. თითქოს არ გშია, მაგრამ ხელი მაინც გაგიბდის. კბილეულობისკენ, სასუსნავებისკენ. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ხშირად შიმშილის ნაცვლად ემოციებს ყვებავთ. სტრესი, მარტოობა, შფოთვა, ბრაზი და სხვა უამრავი ემოცია, რომლის დროსაც ჩვენ საკვებს მიმართავთ და ძალიან ხშირად ამას ვერც ვაცნობიერებთ. თავარი კითხვა საკუთარ თავთან ასეთ დროს. რა მინდა სინამდვილეში? ნამდვილად გშია? ეს ფიზიოლოგიური შიმშილია თუ ხარდაჭერა მჭირდება, უბრალოდ დასვენება მჭირდება, დაძინება მჭირდება? ამის გამოსარკვევა ძალიან კარგი ტექნიკა არსებობს. Hold. ანუ, როდესაც იმპულსი წამოვა, საკუთარ თავს უნდა გკითხოთ, რამოდენიმე წამით დაყომდეთ. რა ხდება სინამდვილეში? მე მშია, hungry, მე ვარ გაბრაზებული, angry, მე ვარ მარტოსული, lonely, თუ უბრალოდ დაღლილი ვარ. როდესაც ამ კითხვებს დასცემ პასუხს, როდესაც გაერკვევი სინამდვილეში, რა საჭიროება გაქვს, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილა ეს საჭიროება, რათა შენი ყურადღება ისევ საკვებზე არ გადავიდეს.